როგორ შევათავსოთ ერთმანეთში სხვადასხვა მჟავეები ჩვენს რუტინაში. ძალიან ხშირია ეს შეკითხვა, როცა მეკითხებიან, აი დავუშვათ ხმარობი კრეტინოლს, ხმარობ ჰიალურონს, ხმარობ ამას, როგორ დავალაგო ერთმანეთში. არსებობს აი ესეთი ცხრილები, ამ ცხრილს დაგიდებთ ბოლოში, ვიდეოს ბოლოში, რომ სკრინი შეძლოთ და გააკეთოთ, მაგრამ ჩემო კარგებო, ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. კი, ეს ცხრილები მუშა ცხრილებია, მაგრამ საქმე რაშია? დამოკიდებულია იმაზე, რამდენ პროცენტიანი არის ეს ნივთიერება, როგორი ფორმა აქვს, ეს არის შრატი, ეს არის საცხი, ეს დაუშვათ არის ტონერში, აი ეს ფაქტორები აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს გათვალისწინებული. ხა აქ მე ვერ გასწავლით ამას სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი ინდივიდუალური, იმიტომ რომ გააჩნია ვის რა აქვს, ხო, დაუშვათ არა შეიძინა, ამიტომაც ჩემო კარგებო, როცა გჭირდებათ რუტინის აწყობა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეგიდგეთ პირადად თქვენს კონკრეტულად მორგებულ რუტინას. აბა ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და რაც თავარია საუკეთესო არჩევას გისურვებთ.